იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა შორისი კომისიის სხდომა გაიმართა. 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების თარიღამდე გამართულ ბოლო სხდომაზე კომისიის წევრებმა წინა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში ეჭამეს. აღინიშნა, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს საშუალება ჰქონდათ საარჩევნო შეხვედრები და სხვა აქტივობები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაეტარებინათ. უწყებათა შორისი კომისიის მუშაობის და მედია მონიტორინგის შედეგად არ გამოვლენილა საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მნიშვნელოვანი ფაქტები. კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისგან უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. გიორგი შარაბიძის განცხადებით, დასრულებულია ბიულეტენების ბეჭდვა და მიმდინარეობს რეგიონებში მათი დისტრიბუციის პროცესი. საარჩევნო სიაში 3.513.818 ამომრჩეველი ფიქსირდება. კენჭისყრის დღეს გაიხსნება 3.061 უბანი. აქედან 2.284 უბანზე იქნება ელექტრონული კენჭისყრა, დანარჩენში კი ტრადიციული. პენიტენციურ დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 10 საარჩევნო უბანი მოეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სიებში თავის გადამოწმების სერვისებით მოქალაქეებმა ისარგებლეს 600.784 ჯერ, რაც ძალიან მაღალი აქტივობაა. მომდევნო სხდომას კომისია კენჭისყრის დღის 4 ოქტომბრის შემდგომ გამართავს. კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე იმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებამდე სრული მზადყოფნაა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები გაიმართოს თავისუფალ, მშვიდ გარემოში, ნებისმიერი საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ამ კომისიის მუშაობაში საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეები შეიძლება ითქვას ჟღერდება სხვადასხვა ჩართული მხარისთვის, რაც წარმოადგენს კარგი დიალოგის საფუძველს.